სეტყვისგან დაზარალებული სოფელი კირბალის მოსახლეობამ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან აქცია გამართა. ისინი შესაბამისი სამსახურებისგან ზარალის აღწერას და ყველა დაზარალებულ მოსახლეზე კომპენსაციის გაცემას ითხოვდნენ. დაგვისვეთყვა ბაღები. იმაზე ვარ დამოკიდებულები და ჩვენი პატრონი არავინ არ არის, არავინ არ მოგვაკითხა და ზუსტად აი ამიტომ ჩამოვედით ჩვენ აქ, რომ რაღაცა მოგხედონ და რავი შეამოწმონდა. თუ ასანაუზღერებელი რამე აგვინაზღაურო. კონფლიქტის ზონაში ვარ. არანაირი ღარიბი სოფელია ჩვენი სოფელი. ხო და რასაც მოსავალს ხალხმა უკვე რამდენი წამლობა ჩაატარეს, უკვე ისიც დაგვისვეთყვა და ხალხს გამოტანილი აქცია და დამოკიდებული ვიყავით ამ ბუნებაზე და წყალი იმდენად აღარ არის მეორე მოსავალი მოიყვანდა, რაც გაგვინადგურეს. ვიტყობთ რომ აგვინაზღაურო. კირბალის მოსახლეობა აცხადებს, რომ 2 დღის წინ მოსულმა სეტყვამ მოსავალი მთლიანად გაუნადგურათ და შემოსავლის გარეშე დარჩნენ. მათი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლებისგან ზარალის ანაზღაურება არ მოხდება, მთელი სოფლის მოსახლეობა ჩამოვა და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან აქციას გამართავს. წყალი ჩვენ არა გვაქვს ნორმალურად და ყველა საუროლის სამსაბიძრო გაგვყავ და თვითონ ყავ რამის ისიც გავხიდოთ, საძოვრები არა გვაქვს. რა გავაკეთოთ? ერთი პატარა ბაღებს შევცხეროდით და ისიც დაგვისვეთყვა. ვიტყოთ რომ ჯგუფი გამოიყოს და დაგვათვალიერო ვისია დასეტყვილი, ვისია გაფუჭებული და რამის ყველასი არის გაფუჭებული. აქციის სამი მონაწილე დღეს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელს პაპუნა კობერიძეს შეხვდა. ვიყავით პაპუნა კობერიძესთან. თხოვულობთ კომისიასა. დაზარალებულები ვართ სტიქიისგან. კომისია მოვაო და ეხლა ზერთი არიან ასულებიო და ამოვლენ ეხლა ზოგადად გადახედავენო და მე სპეციალურად 2 დღეში ამოვლენ კომისია და სათითაო ფართობები შემოწმდებაო. აღნიშნულს ეხმაურება გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი პაპუნა კობერიძე, რომელიც აცხადებს, რომ შექმნილია სხვადასხვა ჯგუფები. მისი თქმით, ისინი ზარალის შესწავლას მოახდენენ და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება კომპენსაციების გაცემა. კირბალის მოსახლეობაც იყო ჩემთან და ვისაუბრე სახელმწიფო მაქსიმალურად ყველაფერს აკეთებს, ჩართულია როგორც ცენტრალური ხელისუფლება, ჩვენთან ერთად ასევე ადგილობრივი ხელისუფლება, შიდა ქართლის რეგიონიდანაც კი მოგვაშველეს სპეციალისტები, რომ მაქსიმალურად დავიცვათ მოსახლეობის ინტერესები. ახლა დაიწყება ზარალის დათვლა, შემდეგ როდესაც უკვე იქნება სრული სურათი, დავაყენებთ უკვე ცენტრალური ხელისუფლების წინაშე. სეტყვამ გორის მუნიციპალიტეტის 25 სოფელი დააზარალა. მოსახლეობა ხელისუფლებისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.